გამომდინარე იქიდან, რომ ძლიერი საქართველოს ლიდერის შეთავაზებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან და მზაობა, რომ ამ დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა. ახლა საინტერესოა, შედგება თუ არა ეს დისკუსია და რა ფორმატი იქნება ამ დისკუსიისთვის. ძლიერ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ეს დისკუსია უნდა გაიმართოს წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც გაიმართება პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად და ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში 4 ბარიელ გადალახული კოალიცია უნდა დასხდეს და იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, ბოიკოტი ჯობია თუ არჩევნებში მონაწილეობა. ძლიერ საქართველოში აქვს საკუთარი არგუმენტები, თუ რატომ ჯობია მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ისინი ფიქრობენ, რომ ახლა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაასუსტონ ქართული ოცნება. პარტიაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების მიზანია ახლა ამ არჩევნებში სწორედ მარტო დარჩეს იმისთვის, რომ გაიმყაროს ძალაუფლება და პოზიციები და ამიტომ უნდა გაჩნდეს სერიოზული წინააღმდეგობა ამ არჩევნებში, უნდა დაიწყონ მომზადება და შესაბამისად მათ გააკეთეს უკვე შეთავაზება პოლიტიკური პარტიების მისამართით. ნაციონალურ მოძრაობაში კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ისინი დათანხმდნენ ამ შეთავაზებას, რაც გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ისინი ისევე როგორც მაგალითად კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლები მზად არიან, რომ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ დისკუსიაში. ეს იქნება პრეზიდენტის პლატფორმის ფარგლებში, სამუშაო ფორმატში, თუ საჯარო დისკუსია გაიმართება ჯერჯერობით. უცნობია, თუმცა ისევე როგორც სამუშაო ფორმატში, ასევე საჯარო დისკუსიისთვისაც მზად არიან პოლიტიკური პარტიები, რომ იმსჯელონ კოალიცია ცვლილებებისთვის და ასევე ნაციონალურ მოძრაობაში აქვს საკუთარი არგუმენტები, თუ რატომ ჯობია ბოიკოტი გაგრძელდეს, ვიდრე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციას მიანიჭებენ, თუ კი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა არაფერია გამორიცხული, თუ კი პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან კონკრეტულ საკითხზე, ამით გარკვეულწილად პოლიტიკური პროცესები შეიცვლება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის ეს ადგილობრივი არჩევნები, გამოყენებული იქნას რეჟიმის დასაზიანებლად და მიგვაჩნია, როგორც აღნიშნეთ, რომ ამაზე უნდა გაიმართოს მსჯელობა, იმიტომ რომ ჩვენ და საზოგადოებაშიც ბევრ ადამიანს აქვს გარკვეული მოსაზრებები, არის თუ არა მაგალითად ბოიკოტი ყველაზე კარგი გზა, რომ გამოყენებული იქნას ეს შესაძლებლობა რეჟიმის დასაზიანებლად, პროტესტის გასაზრდელად და წინააღმდეგობის ფრონტის გასაძლიერებლად. და სწორედ ამიტომ გამოვედით ჩვენ ინიციატივით, რომ დაიწყოს მსჯელობა მათ შორის მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიას. სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისთვის ასახსნელია ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის ახალი სუნთქვის გახსნას და ლეგიტიმაციის მინიჭებას იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყავთ პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური პატიმრების გარდა ჩვენ ასევე 2024 წლის ბოლო არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად ამ ქვეყანაში დადასტურდა მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ არ ტარდება არჩევნები და არჩევნები არის გაუქმებული. ქართულ ოცნებას რო თბილისი უნდა გამოგლიჯონ, მე მგონია თვითონ ზარჯერად ხოლმე, როდესაც საუბრობენ და არაგულწრფელები არიან, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ არაფრის გაუნგლიჯავები რეალურად არ არიან და ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმდენს, რამდენიც დაწერას თვითონს მოუნდება. დღეს ქონდა შემოთავაზება, რომ კონსულტაციები გაიმართოს და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ არ ვიქნებით მონაწილე კრიმინალური არჩევნების, როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესი, რაც ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ ამაზე შეგვიძლია დისკუსია. აქამდე არჩეული პოლიტიკა იყო წარმატებული იმ თვალსაზრისით, რომ რეჟიმი შეირყა და უბრალოდ ხედავთ იმას, რომ რეჟიმი კარგავს თავის ფიგურებს, მნიშვნელოვან ფიგურებს, რეჟიმი წუხს და გვესმის ხმები იმის შესახებ, რომ ცდილობენ საკუთარი თავების ამოღებას სანქცირებულების სიიდან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი განაპირობა მათ შორის ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ბოიკოტმა. ანუ კრიზისის განცდა საქართველოს მოქალაქეებში გააჩინა სხვა ფაქტორებს შორის პროტესტთან ერთად იმან, რომ ქართული ოცნების რეჟიმი იზოლირებულია პარლამენტში. იგივე რატო შეიძლება, რა არგუმენტი შეიძლება არსებობდეს, რომ წარმატებული გზიდან გადაუხვიო.
როგორ ჯობია ბრძოლის გაგრძელება, ამასთან დაკავშირებით სამსჯელოდ არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკური პარტიები ვიხილოთ კვლავ იმ პლატფორმაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შექმნა და საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები ერთ აზრზე შეჯერდნენ. ძლიერმა საქართველომ უკვე გააკეთა შეთავაზება, პოლიტიკური პარტიები მზად არიან ამ დისკუსიისთვის და ახლა საინტერესოა, როდის გაიმართება აღნიშნული დისკუსია. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.